რამდენიმე კვირით წინ შენს მენეჯერს ალი აბდილაზის ვესაუბრი. მან თქვა, რომ შენთან ერთად ვარჯიშობდა და აღნიშნა, უმარი ამ ბრძოლისთვის მრისხანედ ემზადებაო. არ ვიცი ეს რას ნიშნავს. რაზეა საუბარი? მე მგონი მან თქვა, რომ სპარინგ პარტნიორებს ნოკაუტში აგდებდი. თქვა, რომ სპარინგებში ტიპებს თიშავდი და უბრალოდ ძალიან ინტენსიური იყავი. ის რაც ვარჯიშზე ხდება, ვარჯიშზე ვერ რჩება. არაფერი განსაკუთრებული. ეს არ ნიშნავს, რომ მონსტრი ხარ. მე ვიცნობ ბევრ ტიპს, რომლებიც დარბაზში მონსტრები არიან, მაგრამ გალიაში გამუდმებით იჭერენ, ხომ ხვდები? ნუ დარდობ. ჩვენი ბრძოლები ყოველთვის მხოლოდ ვარჯიშზე არ არის დამოკიდებული. მაინც გძნობ, რომ ძალიან კარგად ხარ მომზადებული, რადგან თუ შევხედავთ უსმანისა და ისლამის გამოსვლებს, ჩანს, რომ თქვენ ახლა სრულ მზადყოფნაში ხართ. ფიქრობ, მზად ვარ 5 რაუნდისთვის, მაქსიმალურად ვარ მომზადებული. ალიმ ასევე თქვა, რომ შენ ფაქტობრივად ატერორებდი UFC-ს, რადგან ბრძოლა ძალიან გინდოდა. იმედგაცრუებული ხომ არ იყავი იმით, რომ თითქოს აბუ-დაბიში უნდა შემდგარიყო ბრძოლა და მე ამ თარიღის მისაღებად მეტი დროით მოცდა მოგიწია. არა, ბოლო ბრძოლა თებერვალში მქონდა და ძალიან დიდი პაუზა გამოვიდა. თითქმის 7-8 თვე. მე ცოტა უფრო სწრაფად მინდა ხოლმე ჩხუბი. 3-4, მაქსიმუმ 4-5 თვის ინტერვალით. მაგალითად, ამის შემდეგ მომდევნო ბრძოლა შემიძლია იანვარში ჩავატარო. ბრძოლა მინდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება ხოლმე. ესე იგი, როგორც ისლამს, შენც რამადანამდე გინდა ჩხუბი. კი. მე მგონი ჩვენ ერთსა და იმავე საღამოს ვიბრძოლებ. ანუ ისევ ერთად გინდათ გაიმეოროთ. კი. ხო, რას ფიქრობ? მოდი უსვანით დავიწყოთ. ის დაუჯერებლად გამოიყურებოდა. ასეთი წნეხი, კონტრაქტით ბოლო ბრძოლა, ყველა მასზე საუბრობს. ის კი გამოდის და იმარჯვებს გასაოცრად. და შენ ძმაო, რამდენად ბედნიერი ხარ მის გამო. ძმაო, ის გასაოცარი მებრძოლია. და მე მისი დიდი ფანი ვარ. მომწონს როგორ სპარინგობს, როგორ მუშაობს, როგორ აკეთებს ყველაფერს პროფესიონალურად. გალიაშიც კი მან აჩვენა, რომ მაღალი დონის მებრძოლია. ფიქრობ, მას შეუძლია მსოფლიოში ნებისმიერისთვის კონკურენციის გაწევა. ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ სხვა პრომოუშენებში ცუდი მებრძოლები არიან. მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, შაბლი, ერთ-ერთი ყველაზე ტოპ მებრძოლია. ალექსანდრ შაბლი, არმანმაც კი იცის, რადგან მასთან ბევრ სპარინგობდა. იცის, რამდენად კარგია. მე ვფიქრობ, უსმანს მსოფლიოში ნებისმიერთან შეუძლია ბრძოლა. გეიჯი, ილია, არმანი, რუფი, ნებისმიერთან. გინდა ნახო, როგორ გადმოდის UFC-ში და ამ ბიჭებს ებრძვის. თუ როგორც ჩანს, PFL-ში დარჩება. ამბობენ, რომ ახალ სოლიდურ კონტრაქტს უმზადებენ. ნახავთ, ძმაო. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, სად მინდა მისი ნახვა. მაგრამ მას აქვს დრო ორივე მხარესთან მოსალაპარაკებლად. და ისინი გადაწყვეტენ. არ მინდა კომენტარის გაკეთება. ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს მისი ცხოვრებაა. შემიძლია რჩევა მივცე, მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ნახოთ. ცოტა მაინც გული არ დაგწლა, რომ ვერ შეძელი ისლამის გამარჯვებას დასწრებოდი. ეს ნამდვილად იყო ისტორიული მომენტი. ჩვენ ამდენს ვსაუბრობდით მოგებათა სერიაზე და მან საბოლოოდ შეძლო ეს. იყო თუ არა ძნელი იმ ღამეს გუნდისგან შორს ყოფნა. რა თქმა უნდა, ძმაო, ისლამს ახლა ყველაზე გრძელი გამარჯვებათა სერია აქვს. და ვფიქრობ, ის აუცილებლად მოხდება დიდების დარბაზში. მან ეს უკვე შეძლო და ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი სურს. ამბობს, UFC-ში ზედიზედ 20 გამარჯვება მინდაო. მას ეს ნამდვილად შეუძლია. დიახ, იქ ბევრი კარგი ტიპია. შენი აზრით, ვინ იქნება მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა? ყველანი მორალესზე ან პრატესზე საუბრობენ. მეც ასე ვფიქრობ. ერთ-ერთი მათგანი. სხვა ბიჭები არ მგონია.
უბრალოდ მითხარი, რას ფიქრობ ახლა სონ გიადონგთან ბრძოლაზე? ვიცი რომ ადრეც იყავით ჩანიშნულები. რამდენიმე თვის წინ საკმაოდ მკაცრი სიტყვები თქვი მასზე. თქვი რომ საცემიტომარაა და ტოპ კლასად არ მიგაჩნია. ახლა როცა საბრძოლო კვირა დადგა, ისე ფიქრობ თუ მასზე ვარჯიშის შემდეგ აზრი შეგეცვალა. მე არ მithქვამ საცემიტომარა. ასე თარგმნის. ვიგულისხმე რომ მან შონთან ისე იბრძოლა. ფიქრობ უნდა მოეიგო. მე მას გულში მატკივრობდი. და ცოტა გავუბრაზდი კიდეც რომ წააგო. რადგან ვფიქრობდი, თუ წააგებს ტიტულისთვის აღარ იბრძოლებს, სატიტულო რიგიდან ამოვარდება მეთქი. ის კარგი მებრძოლია ძმაო. კარგი მებრძოლია, მაგარი ტიპია. დიდი გამოცდილება აქვს. დიდი ხანია UFC-შია. დებიუტიც კი ჩემზე 3 წლით ადრე ჰქონდა. ის ტოპ მებრძოლია. ნახე UFC-მა ახალხან გამოაქვეყნა ინტერვიუ, რამდენიმე კვირის წინ ერთად რომ ჩაწერეთ, სადაც ერთდროულად გისვამენ კითხვებს. მან თქვა უმარი იოლი ბრძოლა იქნებაო და ნახე შენ გაგეცინა. ცუდი ამბავი მაქვს მისთვის გალიაში. თუ ფიქრობს რომ იოლი ბრძოლა იქნება. მე არავისთვის ვარ იოლი ბრძოლა. არასდროს. არა, ჩვენ ეს ვიცით. იმედი ხომ არ გაგიცრუვდება რომ ვერ დააფინიშო. სპეციალურად არ დავუწყებ დევნას. არ ვაპირებ ძებნას, ხომ ხვდები, მაგრამ თუ შანსი მომეცა გამოვიყენებ. მაგრამ ისი არ ვაპირებ შევიდე და ვეძებო. უბრალოდ ვიბრძოლებ. თუ მოხდა და შესაძლებლობა იქნა გამოვიყენებ. შენი აზრით რა მოხდება როცა ამ ბრძოლას მოიგებ? ვიცით რომ საბოლოოდ მერაბისა და პიოტრის ბრძოლა ოქტომბერში ჩაინიშნა. ფიქრობ რომ გამარჯვებულს შეხვდები. ძმაო, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ბრძოლა უნდა მოვიგო. ის კი ვფიქრობ ნებისმიერ შემთხვევაში მერაბს შეხვდები. მოიგებს თუ წააგებს. ვფიქრობ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. ეს რამე პირადულია თქვენ შორის. დღესაც კი ინტერვიუს იძლეოდა და შენზე საუბრობდა. არის თუ არა პირადული? ვფიქრობ უკვე კი. ახლა კი ეს პირადულია. რამე თუ შეიცვალა მას შემდეგ რაც შენს მეგობართან მოხდა ჭიდაობის ტურნირზე? დიახ, სწორედ ამის გამო. ახლა ეს პირადულია. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი დაღესტანისთვის. და მაინც იმედი გაქვს რომ ის მოიგებს, რათა ისიც დაამარცხო და ქამარი მოიპოვო ერთ საღამოს. ასე კიდევ უკეთესი იქნება. შენ ოქტაგონზე რუსეთის დროშა აღმართე და ყველამ ნახა მერაბ დვალიშვილის საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია. საერთოდ ნახე ეს რეაქცია. რაიმე მოსაზრება ხომ არ გაქვს ამაზე? კი, ნახე, რა თქმა უნდა მისი რეაქცია. საერთოდ ვიდეო ვნახე როგორ უყურებს ის ბრძოლას. ის თავიდანვე საერთოდ არ იყო გახარებული ოქტაგონზე ჩემი წარმატებით. მაგრამ მე ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევ. მან უკვე ბევრჯერ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ პიოტრიანმა მოუგო მას და ოქტაგონზე დროშა აღმართა. და ვფიქრობ, ახლა კიდევ ერთხელ მოუგებს და უკვე საბოლოოდ გააჩუმებს.